ბათუმში შტაბის სხდომის გამართვამდე პრემიერი ქედაში სოფელ დოლოგანში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზაზე გუშინ მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისათვის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგა. შემთხვევის ადგილი დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. თემას ნათია ლომაძე განაგრძობს. დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს, ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქედაში ყოფნისას გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით პირველ ეტაპზე მოხდება ზიანის აღრიცხვა, ამის შემდეგ უკვე დახმარების გაცემა დაიწყება. პრემიერის თქმით, გასულ წელს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 48 მილიონი, წელს კი 34 მილიონი გამოყო, 6 მილიონი დღეს დამატებით კიდევ გამოიყო. ამ მიზნით პრემიერმა ისაუბრა შტაბის შესახებ, რომელიც სტიქის სალიკვიდაციოდ მუშაობს. ამ შტაბში მისი განცხადებით სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ყველა ის ოჯახი, რომელიც დაზარალდა ამ სტიქიის შედეგად, მათი ზიანი იქნება დათვლილი და ზიანი იქნება ანაზღაურებული, კომპენსირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან. აქვე მინდა ინფორმაციისთვის მოსახლეობას უთხრა, რომ გასულ წელს 48 მილიონი ლარი იქნა კომპენსაციის სახით გადახდით სახელმწიფოს მხრიდან. წელს უკვე 34 მილიონი, დღეს დამატებით გამოყოთ 6 მილიონი უზურგეთისთვის გასაგებად. ამ პრომეთის ზარალი არის უზურგეთში, გურიაში, ყვასიაში. აჭარაშიც არის, მაგრამ იქაც არის პრომეთი და ჩვენ ამას მაქსიმალურად მოკლე დროში ძალიან ეფექტიანად აღმოვგვრით და ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რომელიც მოსახლეობა შეექმნა. ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმოსვლა აღდგა, გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გეოლოგები იმყოფებოდნენ ადგილზე, მათი განცხადებით უკვე საავტომობილო მიმოსვლა აბსოლუტურად უსაფრთხოა. დიდი მასა იყო ჩამოწოლილი, გვიან ღამით ჩამოწვა, გვიან ღამით არ ჩამოწოლა, მაგრამ უწია და დაბნელობაზე და წვიმდა. მოდიოდა დამატებითი მასა და ეს იყო ძირითადი სირთულეები. მონაკვეთი 50 მეტრის სიგრძის იყო და სიმაღლე დაახლოებით იხედავდა 10-15 მეტრია, დაახლოებით 2000 კუბომეტრი მიწის მასა იყო ჩამოწოლილი. ჩამოტანილი ჰქონდა ხეც, არგავები. დღესდღეობით საშიშროება რომ კიდევ უფრო განვითარდეს და სხვა უფრო მეტი საფრთხეები შეიქმნას არ არის და ამის დეტალური შესწავლა მოხდება უახლოეს მომავალში, რომ გაიმთავრდება ეს ყველაფერი სამუშაოები და საბოლოო დასკვნა დაიდება ერთ-ორ დღეში. დღესდღეობით მოძრაობა უსაფრთხოა. ზიანი საშუალოდ რაც დავითვალეთ მეორე სტიქიის დროს მუნიციპალიტეტმა მიიღო დაახლოებით 18500 ლარის ზიანი მიადგა სასოფლო-სამეურნეო ნარგავებს და მოსახლეობამ რაც მიიღო ზიანი გავივლით ამ საკითხებს სავარაუდოდ სარეზერვო თანხებიდან აუნაზღაურებთ მიყენებულ ზიანს. სოფელ დოლოგანთან მთის მასამ ჩამოშლა გუშინ დაიწყო, რამაც საბოლოო ჯამში საავტომობილო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეაფერხა. მეწყრული პროცესები, თუმცა არა ამ მასშტაბით, საავტომობილო გზის კიდევ რამდენიმე მონაკვეთზე განვითარდა, თუმცა როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ყველა ამ შემთხვევაში ის ოპერატიულად ჩატარდა იქ გაწმენდითი სამუშაოები.